დათარსულები თითქოს სახალისო ანიმაცია მეგობრობის, თავგადასავლებისა თუ იდიოტი პერსონაჟების შესახებ. თუმცა ამ დღეებში ვფიქრობდი და დამაინტერესა თუ ზუსტად რამდენი ადამიანი იმსხვერპლა თარსულას ქაოტურმა სამყარომ. სწორედ ამიტომ გთავაზობ დათარსულების kill counts და ერთად დავადგენთ თუ ზუსტად რამდენი პერსონაჟი გავიდა მარილზე. იყო ეს შემთხვევითი, დაგეგმილი თუ უბრალოდ ნიუტონი ცდილობდა მანქანის მართვას. ხო, სხვადასხვა ახალი სერია კლავინდებურად თვის ბოლოს დაიდება. მანამდე კი ამ ვიდეოებით გავერთოთ. მაშასე დავიწყოთ. გინდა იჯერეთ, გინდა რა, წასულების რაოდენობა სერიის დასაწყისში ბევრად ნაკლები იყო. პირველი გარდაცვალება მეოთხე სერიაში ვნახეთ და ისინიც სულები იყვნენ. სული მარილზე როგორ გაუშვა, ამისთვის მისტიური ყუთი და რეპერი უნდა გააერთიანო. ისე სხვათა შორის მიწაში თავით ჩარჯობილი პერსონაჟები ზუსტად აქედან მოდიან. ვიდეოს განმავლობაში ესეთებს ბევრს ვნახავთ. სხვათა შორის პირველი პერსონაჟი, რომელმაც ცოცხალი არსება იმსხვერპლა, ცოტა დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ გაიოზი იყო. კარგად ბატონო ჩუმბაჩამბა. ფუ ეს რა კენი? ამ სერიას სხვათა შორის კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა. აი ეს პატივსაცემი ბატონი. არა, შეცდომა, ვაჯიშვილობა არ დამიკარგავს, ოდნავ შემყავი. საიდან ვიცით რომ ემსხვერპლა? მეს თავად ბატონმა მაჯიკამ თავის და უნებურად დაგვიდასტურა. ერთი წელიც და შემეძლება ვაჯიშვილობა დავკარგო. რას ბოდავს ეს? ჩუმბაჩამბა აქაური სიწმინდის სიმბოლოა. წესების თანახმად 40 წლამდე ვაჯიშვილობის დაკარგვა ეკრძალებათ. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში კი სასჯელი სიკვდილია. შეგაიკაცო, თუ მაინც კვდებოდი გულიანად მაინც შეგეყო. ისე გაინტერესებთ შენ და უნებურად თავი როგორ უნდა იმსხვერპლო? ეგ აი ამ პერსონაჟს უნდა ვკითხოთ. დროა ჩემი ჯადოქრობა გამოვიყენო. და ყველა ნეგატიური ენერგიით სავსე ადამიანი გაქრეს ამ ოთახიდან. ნამდვილი პროფესიონალი. და თუ პროფესიონალებზე ვსაუბრობთ, ნიუტონიც არ უნდა გამოგრჩეს, რომელიც ბავშვობიდან ზის მანქანაზე. აი ეს პროჭი ბავშვები მაპოვნინა, მეტი არ მინდა. ეს რა ჯანდაბას დავეჯახეთ კაცო? აუ მგელია უეჭველი. რაო, რა მგელი კაცო? გამისფერია ვარ. ნიუტონ მოკალი ბეჯო. ღამისფერია ამ სერიალში უამრავჯერ დაიღუპა. მოიცა მოვიხოთ და ბიჭო, მოიცა, თქვენ გაჩვენებთ მე ღამისფერია. ტიკტოკი. გაცოცხლება მისი ძალების ნაწილია და ამას ერთ-ერთ სერიაში თავადაც ამბობს. და მე რამდენად მკლავ? რამდენჯერად საჭირო იქნება? მე რამდენად? ხო, მკლავს, მე ცოცხლები და არაფერი მახსოვს ხოლმე. რასაც მეტყვის იმას ვაკეთებ. მე ნელ-ნელა კი მახსენდება და მე ისე მკლავს. პაპუას თანამედროვე ფრიად შიგნაკრავი კაცია. მასზე ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ ერთ დანაშაულს მაინც მოვკარით ყური. ზაუ, შემოდი, მოკლედ ის ტყვე გაუშვით რა, გადაიხადეს თანხა. ტყვე გაუშვათ? ხო, გაუშვით. ეუფ. რა? ანუ ის ტყვე როგორ გაუშვათ, კაცო, თქვენ არ გითხარით რომ ჭკუა ასწავლეთო? მე ვასწავლეთ ჭკუა. მეოთხე სეზონის მესამე სერიაში დანდობა არ ყოფილა. ჯერ ემაილმა და დევიმ ტიპებს გივი მოუკლეს. მოდი ქვა ჩავაგდოთ და დაცემის ხმით მივხვდებით რამდენად ღრმა. ოტვინი რო გიჭრის, სხვა სიმონ, დავაი. აბა, ეგ რა არის ბიჭო, ძალიან ღრმა რო იყოს მაკენჭით რა უნდა გავიგოთ? რამე დიდი მოიტანა. ხოდა გადმომიხდა ძმა ეს ტიპი და მეუბნება რომ ფენო ძმაო, რამე ხოა გესლებაო ძმაო. მეც კი ვისა ესლება ბიჭო და ამოვიდევ. ვუი, რა მალე დაეცა კაცო, არ ყოფილა ღრმა. ელასტიკ არი ნერვიოლოჯიმა მოვდივარ. მერე ხაფანგისთვის განკუთვნილი თოკიც გაწყვიტეს, რომელზეც კატაკლიზმამ ბიჭები თავიდანვე გააფრთხილა. ქვემოთ დაიხედეთ, თოქს ხედავთ? კი? ეს ხმა მეცნობა. გადააბიჯეთ და ისე გამოიარეთ. თუ გაწყდა, ზემოდან მექანიზმი დაეშვება და ჯანდაბაში გაგისვრით. ხო და სულ უკან გამოყვებით და როცა გადაგიხდით, კეთილსინებებთ და ოქროს ჩვენ მოგწევთ. ისე ერთ მეგობრულ რჩევას მოგცემთ. სახალხოდ გამოსვლას თუ გადაწყვეტ, კარგად შეამოწმეთ, რომელიმე ზარბაზანი თქვენ ხომ არ გიმიზნებთ.
მე ფუკუნდუსი ვარ. Yes, yes, აბარა, ბიჭო, აბარა, აბარა. ვაჰ. და წასულების ნიშნულმა უკვე 15-ს მიაღწია, თუმცა გული მიგრძნობს, რომ ეს რიცხვი კიდევ ბევრად გაიზრდება. მეოთხე სეზონის მერვე სერიაში ექშენი წამით არ შეჩერებულა. მარილზე ჯერ ეს იდიოტი გავიდა. დაივენებში სისხლის მაგივრად მაგია მიჩქეფოს. ამ ბავშვებს მე გადავარჩენ. ედლის ძალავ, გააქტიურდი. შემდეგ ფეხზე მდგომელთა კლუბის წევრები. ბატონებო, კეთილი იყოს თქვენი ფეხზე მდგომელთა კლუბში მობრძანება. და თქვენ ჩაიჭერით. ამავე სერიაში ხედავთ 1, 2 და მესამე ტიპს, რომელიც კლდეშია გარჭობილი. გეუბნებით რა, ეს თავით მიწაში ჩარჭობა დათარსულების ფიზიკის კანონებშია შეტანილი. ხოლო თარსულა სერიალში თუ გაიგებთ, რომ ბანკში, სინამდვილეში ვამპირები მუშაობენ, რომელთა გამოასაშკარავებლად ერთი მაგიური სიტყვის თქმაა საჭირო. პუჩეჩი. სესხი არ გინდათ ეფექტური 78%-დან? პუჩეჩი. აი ღერთი მთლიანი სესხი წინა 700-ის გადასაფარად. ხომ გითხარი ორჯერ ესროლეთქო? ასევე დაუწერელი კანონია, რომ ფუკუნდუს არ უნდა უთხრა, რომ ფუკუნდუსია რა. არ ევასება ტიპს მო. კატაკლიზმას ძალა ჩემია. მე პუკუნდუსი ხართ კი? მეხუთე სეზონის მეორე სერიაში კი პაჭომ და ჭახანამ შეკლასეს და პოლიკას რეპლიკა ძალიან ეპიკურად გამოასალმეს სიცოცხლეს. ეს ხმარა, საიდან გახდეს გიტარები? დამბრიდეს, პენტიუმ 3 შვილი ვიყო. კი, კილკაუნჩი რობოტებიც ითვლებიან. ამასობაში ზაფხულიც მოვიდა და თუ სადმე დასასვენებლად გინდა წასვლა, ტარტარა ხანებს გირჩევთ ეწვიოთ, მისი გასაოცარი კლიმატის გამო. ტარტარა ხანებში საუკეთესო ამინდი გვაქვს. მეგობრულ რჩევებში იმასაც დავამატებ, რომ ემაილის მოტყუება ამთლად კარგი აზრი არაა. და ზოგადად, ემაილს თუ დაინახავთ თქვენსკენ მომავალს, გირჩევთ გზის მეორე მხარეს გადახვიდეთ. სიხარულით გაუწყებთ, რომ ვეცდებით ამ დაუსრულებელ ომს წერტილი დავუსვათ. და ეს სიხარული და ბედნიერება შემოსულიყოს ჩვენ ოჯახი. ასევე სერიალიდან ვიგებთ, რომ ცნობილ მეცენატს ანზორა ჩაპარსულს უკანალში მანქანა შეუვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ბიჭო, ანზორა დაიბრიდა. ხომ მართლა კინაღამ გამომჩა, რომ მისტერ ემაილის დანახვამ თავად დედოფალიც კი იმსხვერპლა. მისტერ ემაილ. იცოდით, რომ თარსულას გზებისგან შამანი რობოტებიც კი არ არიან დაცულნი? ალბათ ვერც იმას იფიქრებდა ვინმე, რომ მაჯიკა ექსცესის ფანი იქნებოდა. მე მინახულა ღმერთმა. ასე მითხრა. ამასობაში კი ფუკუნდუსი უკვე მეორედ კვდება. ახლა დაკუჭავ. იმბეცილო. და kill count-ი უკვე 51-ზე ავიდა. თითქოს ბევრია ხომ? ჯერ სადავართ. თავარი ბოლოსთვის მოვიტოვე. მეხუთე სეზონის მეოთხე სერიაში ემაილს უკანალი არ შეუმოწმეს, რაც იმ პლანეტის მაცხოვრებლებს ძალიან ძვირი დაუჯდათ. იარაღი საიდან? ხომ შეგამოწმეთ და არ გქონდათ. ტრაქშიც უნდა გენახათ. მიუხედავად იმისა, რომ ემაილი ამტკიცებს პლანეტას ბუღი გადავატარეო და კაცი არ დამიტოვებია ცოცხალიო, ეს სიმართლეს მაინც არ შეესაბამება. ემაილმა მხოლოდ სტადიონზე მყოფი პლანეტის მაცხოვრებლები გაუშვა მარილზე. თუმცა მიახლოებით რაოდენობის გასაგებად საქმეში ხელოვნური ინტელექტის ჩართვა დამჭირდა. დიახ, 1,200,000
100,000 მაცხოვრებელი. არასწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ემაილს ცხელების სისხლით აქვს გასვლილიო, რადგან გასვლილი კი არა, აი პირდაპირ ამოდუნდღლული აქვს. ეს რიცხვი უკვე შემზარავია, მაგრამ წასულების ვიდეო აქ არ მთავრდება. გვახსოვს მეოთხე სეზონის ბოლოს ფუკუნდუსმა რა ჩაიდინა? რას ქვია, არაფერი არ მჭირს, კაცო. ფეხი მტკივა თქო, რო ვიძახი და ვერ ვაბიჯებ თქო, რა ხდება? დიახ, მან მთელი პლანეტა გაანადგურა. დედამიწაზე მაცხოვრებელთა რაოდენობა კი 8 მილიარდ 300 მილიონს აჭარბებს. დათარსულების kill count-ი 8 მილიარდ 301 მილიონ 100,051-ზეა. ესეც თქვენი უწყინარი, გასართობი ანიმაცია. მომდევნო ვიდეომდე გემშვიდობებით.